დილამშვიდობისა ხალხო. ჩავსვათ ნაძვის ხე. პაპა გინდა? ჩავსვათ ნაძვის ხე და ახლა დავიდეთ. ევას გავუკეთოთ პაპა. ხო და ჩვენთვის გავიკეთოთ რამე. სარი ძალიან მაინტერესებს როგორია გუშონი შაქრის გარეშე. თუ აქვს გუშონის გემი? ეს რა მაგარი რამე მქონია? Super. ეხლა გავიკეთოთ კოფე. ფიქრობდი საჭმელზე, მაგრამ თითქოს და ჯერ კიდე არ ამშია მე. ამიტომ მოდი ევას გავუკეთოთ საჭმელი. მოხვედი ანდროს? ასე. Papa. როზე იმედია არის. ცოტა არის. ცოტა არის. არის. უი რა ცოტა. აჰა, ესე იგი დღეს არ დამავიწყდეს ღვთის ყიდვა, ამას არ უყვარს ძე და სოსვავს. შესაბამისად, ვცდილობ რა იყოს. ასე. როგორ ხართ? როგორია თქვენი დღე? დღეს არის 19 დეკემბერი. ღმერთო ჩემო, რას იწრაფით გადის დრო. რა მაგარია, ახალი წელი მოდის. მოდის და თან ჩქარა მოდის. ნელა უკვე აღარ მოდის. და მაგარია. ჩემი გონზინაღი უკვე აღარ არის და იმ ქალის ნაჩუქარია ესა თუ არა. ჩურჩხელაც აღარ არის. დღეს უნდა ვიყიდო გოზი ნაყი. სამაგიეროდ მაქვს ეს ტკბილეული იქ ნაყიდი. რა არ მინდა რატომ ღაც. აი, რაფაელოც აი ეს მაინტერესებს ძალიან. როგორია? როგორ ხარ მინდა? საერთოდ. вообще არ ვიცი რა მინდა ისე, იცით? წეღან მინდოდა ისა რამე. საჭმელი, ეხა არ მინდა. ეხა მინდა რამე ნიგზიანი. მოვიტან ჩემს თეთრს. თეთრს და ჭიქას და ანიკა მოვიდა გახარებული. მეთქი რა მოხდა, რატომ მოვიდა, ხო არ დაბლოკეს, მაგრამ რა ვიცი. ხო და პატარები ამინთო. წავიდა გასაკეთებლად. წინა საახალწლოდ. მაგაზე კაი რა გინდა. ხურხელა. ოკნა მიყვარს. გამარჯობა. გამარჯობა ევა. მოგესალმა ნუთელა.
უკვე მეგობრად აღგიქვამს. თავი მოყვება თავი. გამოდი. Ναι. Με λόπε. დროს კატა? ხარ გამაპრადოტორი გარეთ გახვალ ხო იცი? ხა დავისხათ. მეორე კოფე. უშენ ვიყიდე ყავა და დღეს მან შვიდად ახალი შეფუთვა უკვე რომ მაქვს. თორემ შვიდად ვერ ვარ ხოლმე. თუ არ მაქვს ახალი შეფუთვა. ეს გაკეთდა. დავასხო. If. Lali vali lali lali. Nani. აჰა. ეხლა რა მინდოდა? რაღაცა მინდოდა და არ მახსოვს. ხო. ევასთვის უნდა ჩამეგდო კარაქი. Qocha. Papa გაიკეთე ნახე. კატა შენთვის papa არ შეიძლება. შენ კატა ხარ. კატა შენ არ შეიძლება ნუტელა. შენთვის ნუტელა არ შეიძლება. შენ კატა ხარ. მუთელი გეკინება. შენ ხარ? ჩადიდეს. ალა ეკი მაგინა. ხო და ეკიმთან მოგახდები წესაყვანი. გესმის? მაგიდაზე არ ახვიდე, თორე კუდით ჩამოგკიდებ, კუდით. კუდით. ამის შეჭმა უნდა, ამისით შეჭმა უნდა. მეც არ შემჯამდეს ნეტა და კუდით ჩამოკიდებულმა კატამ თავისი პატრონი შესანსლა. ცხელი აკი ახლა გაგიციებ. კუდით ჩამოკიდებულმა კატამ თავისი პატრონი გადასანსლა, ასეთი სტალტია იქნება. მიყვარს ეს გემო. ხახო რომელი საათია და მე ჯერ კიდევ არ ვიცი რისი ჭამა მინდა. ჭამა რომ მინდა ეგ ვიცი და რისი ჭამა მინდა ეგ ჯერ არ ვიცი. ამიტომ რამე ხა უნდა მოვიფიქრო. იმეების მიხედვით თუ რა მაქვს. კვერცხი მინდა, ოღონ კვერცხი არის? ეხლა თუ კვერცხი არ არის, ეგ ხო იქნება ისა. არის? უი, ერთი კვერცხია. ვაუ.
ყველი არის კაჭო. ეს უკვე აღარ არის. აბა ეს რომლამდე აქ 14-მდეო. 14 გამოსვლისა. ძალიან მაინტერესებდა, ძალიან აქებენ პრეზიდენტის ხაჭოს. ამას რამდენი კალორია აქვს 100 გრამზე? 100. ოკეი. რადგან კვერცხი ერთია, ესეთი რაღაცა ვქნათ. ეს ერთი კვერცხი ავიღოთ. დღეს ესე იგი კვერცხი უნდა ვიყიდო ხალხო. უნდა დღეს ჩამოვწერო სია. რა უნდა გავაკეთო ახალწელს და ნელ-ნელა დავიწყო ყიდვა, თორე ისეთი რიგებია უკვე, რომ მე არ ვიცი რა იქნება ეს ახალწლის წინა დღეებში და იქ მე ნამდვილად არ ჩავდგები რიგში. ესე იგი, კვერცხი 49 გრამია. ხაჭო მაინტერესებს როგორია და უნდა გავსინჯო ეს პრეზიდენტის, იმიტომ რომ აი ძალიან მაგრა აქებენ რა. აი კბილი არა მოვიღო თან წინა. აბა ვნახოთ როგორია. ვნახოთ როგორი ბრძანდებით თქვენო უღიღებულესობა. ვადა რამდენია აქ ამას. მომჟავ გემოაქვს რა. ვადა აქ. Nice. 70 გრამი. 100 გრამზე 100 კალორია სწორი. ეს შევინახოთ ახლა. გერ ამოურიოთ. Oh my goodness. ასე. ხაყველი. მოზარელა, საზარელა. საზარელი მოზარელა. შვიდი ესე იგი. შვიდი და ჩავახეხოთ აქ. შენი 27 ხო? უნდა.
ეს არის საოცრება. ესე. ესე. Oh my goodness. ეხლა აქ მაგ ქათმის რა ქვია ამას შებოლილი ქათმის ფილე ეგრევე აწერია რავი ალბათ ეგრევე ქვია ოცდა 17 გ ახლა ეს უმალილოა ვაფშე მოხოცით მარილის დედა რო ვაიმე რა გემრიელია რაღაცა ტიპა ხაჭაპურია რა ხო ხვდებით ლორით და ფილოსოფი ეს ამისგან რაც ხა უნდა გავაკეთო ეს მეყობ ყოფა კი რამდენი ცრათ მინდა მეცაბა რამდენი გრამია 46 მშვენიერი ერთეთი 46 გრამი წყალით უნდა დავასრულოთ წყლით ეს დანარჩენი შევინახოთ თორე ეგრევე გახმება ახლა ეს და დღეს უნდა მოვამზადო მე ეს ამას მოდი Все, там швидко. Ага, ეხლა. Тиაპამ. როგორ გავაკეთოთ კოხტად. ესე. 46 ვთქვი, ხო? დავასველოთ. ეს წავუთავთ აქ.
ესე ფენოვანი ხაჭაპური ლორით. აჰა. ინტერესებს რა გამოვა ძალიან. მას რამდენი კალორია გამოვა ფენოვან ხაჭაპურს? ამას 76 კალორია გამოვიდა აი იმას. ეხლა რასაც ვაკეთებ? ვნახოთ. აი, აწაყაიო. აბა მოვაბრუნოთ რომ მეორე მხრიდანაც მოიბრაწოს. აი, იმსხდება. ასე. ახლა წყალს დავლევ. და ხალხა გავიკეთე რაღაც ისეთი გემრიელი. ეს არის ფილოს ცომი. აქედან გამოვიდა, ამოვაბრუნე. ჩემი აერო გრილი, ანუ მარტოზე დაწვა აქ რა და ამოტრიალება ჭირდება და ეს კვერცხი გავუკეთე გულში და დამისველა. გამოვიდა, მაგრამ მე მოიბრაწა ნახე პროსტა. აქ რა არის ხა? ერთი კვერცხი. ხაჭო. მოცარელა. შობოილი ქათმის ფილე, ვაიმე, ეს გავსინჯე სანამ სველი იყო ხალხო. აი ჩემი ფენოვანი ხაჭაპური. სამას 76 კალორია აქვს მხოლოდ. შემდეგში ხაჭოს და მოცარელას მეცუდა და კვერცხს აღარ უზვა.
თუ არა ცომი მეტი დასჭირდება. აუ ძალიან ცხელია. ეს ნახე. მე დიდად ფენოვანი ცომის მოყვარული არ ვარ, მაგრამ აი მართლა ძალიან გემრიელია. თან ძალიან ბევრი ამის მომზადება შეიძლება ამაში. ზღაპარია.